მოგესალმებით მეორე სალი. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ უნდა დავაყენოთ Windows 8-ზე Skype-ი. როდესაც Windows 8-ს ვაინსტალირებთ და ვიცით რომელიმე Skype-ს, მაგალითად 5 და 3-ს ან 5 და 5-ს არ აქვს მნიშვნელობა, ის არ რითობა ჩვენს Windows 8-ზე. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, მაქვს Windows 8 და მოდი გადმოვიწეროთ შესაბამისი Skype-ი. მე გადმოვიწერე 5 და 3-ია. 5 და 3 გადმოვიწერე ჩემს კომპიუტერში, მაგრამ დაინსტალირების შემდეგ არ ჩაიდო ის არანაირად. შემდეგ გადმოვიწერე ამ საიტიდან აი Skype-ი და შემდეგ ჩვეულებრივად ჩაიდო, როგორც ხედავთ, უკვე ჩართულია Skype. მოკლედ ამის შესაძლებლობა საჭირო დავაჭერთ ჩემ download-ს, როდესაც შევარ Skype.com-ზე. გადავიდეთ აი აქ download-ს დავაჭიროთ და ჩამოვიდეთ ქვემოთ და დავაჭერთ შემდეგ აქ learn about Skype for Windows Desktop. ამჟამად გაჩნდება ეს ფანჯარა get Skype for Windows Desktop დავაჭერთ მასზე. რის შედეგადაც დაიწყება აი Skype-ის გადმოწერა ჩვენს კომპიუტერში. გადმოწერის შემდეგ ჩვეულებრივად დავაჭერთ აი ამ ბრძანებაზე, ან შეგვიძლია პოგაზოთ პაპკე და გადმოვიტანოთ დესკტოპზე და შემდეგ დავაინსტალიროთ ჩვეულებრივად. დაინსტალირების შემდეგ გამოვიწერთ ფანჯარას, რის შედეგადაც დაიწყება მისი ინსტალაცია. ინსტალაცია როდ გაგრძელდება 5 ან 10 წუთი. დაუნლოდებით და გამოვიტანს დესკტოპზე ასეთ აიკონს. ჩვეულებრივად დაუნლოდებით შემდეგ მის დასრულებას, ინსტალაციის დასრულებას, როდესაც დასრულება ჩვეულებრივად შევართ მასში, გამოვიტანს ლოგინის და პაროლის ამის შესაყვანველებს. შევიყვანთ ჩვეულებრივად და ჩაირთება Skype-ი. მოკლედ სულ ეს იყო ვიდეო გაგვიქილებით დასრულდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.